თბილისში მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილ მანქანაში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი 24 წლის გიგი ზარანდია, რომელსაც დარჩა მეუღლე. მამაკაცი ფორდის მარკის ავტომობილით ძლიერად დაეჯახა ხიდის ჯებრს და ამის შემდეგ ავტომობილით მტკვარში გადავარდა. კადრებში ჩანს, რომ შემთხვევით გადარჩა გამვლელი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტროტუარზე გადაადგილდებოდა. გიგი ზარანდია ბაიკერი იყო. ახლობლების ინფორმაციით წლების წინ სწორედ ბაიკით მოყვა ავარიაში და მაშინ 2 კვირა კომაში იყო. შემდეგ კი ბაიკი გაყიდა და მანქანა იყიდა. ახლობლების ინფორმაციით ზარანდიას ახალი მოყვანილი ჰყავდა მეუღლე და რამდენიმე დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.